მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს მე მინდა მოგცეთ რამოდენიმე რჩევა დარიგება გარუჯვასთან დაკავშირებით. ეხლა ყველანი მივიშქარი ზღვაზე, აგვისტოა, სექტემბერი, შესანიშნავი თვეები, ვინც არადა გადის აუზებზე ან ქალაქგარეთ მდინარეებზე, მაგრამ ეს ყველაზე უფრო შეეხება ზღვაზე გარუჯვის მოყვარულებს. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზე, რომელიც საერთოდ შუა დღის საათებში არის მწველი და საკმაოდ მავნე, წელს გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი რადიაციულობით. ამიტომ 12-ის ნახევრამდე მიღებული რუჯი და 5 საათის მერე ან მაქსიმუმ 5-ის ნახევრის მერე იქნება მეტნაკლებად სასარგებლო. ხოლო ამ შუალედში უნდა მოიწყოთ სიესტა, ანუ მიბრძანდეთ დახურულ სივრცეში, დაიძინოთ, ისადილოთ, ან გაერთოთ რაღაც სხვა გასართობით. ეს რაც შეეხება დროს. როგორც წესი, დღესდღეობით დიდი შემოთავაზება არის გასარუჯის საშუალებების სხვადასხვა ფირმებისაგან, სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებისაგან, მაგრამ მე არც ერთი ხმარებას არ გირჩევ და რატომ? იმიტომ რომ მათ უმრავლესობაში შედის ჯერ ერთი ქიმია შედის ყველაში და უმრავლესობაში შედის ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ გარუჯვას ან დაცვას, კანის დაცვას დამწვრობისაგან, როგორც მათ აწერიათ. თუმცა ეფექტურობა ზოგის ნაკლებია, ზოგის არის რეალურად, ზოგის კიდე მინიმალურია და ამაში გარკვევა ძალიან რთულია, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხები ღირს. ვისაც არ გინდათ ამის გაკეთება და ამის გამოყენება, შეგიძლიათ მიმართოთ ძველ მამაპაპურ კარგად გამოცდილ მეთოდებს. პირველი, ეს არის კანის დამუშავება გარუჯვის დროს ლუდით. საუკეთესო არის ჩვეულებრივი შავი ლუდი. რაც უფრო მუქია ლუდი და უფრო ძლიერია, მით უფრო კარგად იცავს ის კანს დამწვრობისაგან. გარდა ამისა, შიგა არის საფუარი, რომელიც კანს კვებავს და განაპირობებს მის გამკრივებას და კანქვეშა ცხიმის გამაგრებას. აი თქვენ თვითონ დარწმუნდებით თუ კი ამას ვთქვით და აი გარუჯვის პროცესში რომ გაჩნდება, შეგიძლიათ რამდენჯერმე წაისვათ ზედიზედ. ფერსაც განაპირობებს და სიმკვრივესაც. დამწვრობისგან დაცვასაც. მეორე, ესეთი საიდუმლო, ეს არის სტაფილოს წვენი, რომელიც უნდა მიიღოთ სანამ გახვალთ გასარუჯად 20-25 წუთით ადრე აი ამ პროცედურის მიღების დაწყებამდე. ის განაპირობებს ძალიან სწრაფ გამოყოფას მელანინისა და კარგ ლამაზ ფერს მისცემს თქვენ კანს. და მესამე ესეთი აუცილებელი პირობა არის რა? ეს არის ის რომ გარუჯვის დროს აუცილებლად უნდა გეკეთოთ მზის სათვალე. არ იფიქროთ რომ დახუჭული თვალები დაიცავს თქვენს თვალებს მზის გავლენისაგან. ქუთუთოში არ არის ის ფენები, რომლებიც არის ჩვეულებრივ კანში, ის არის საკმაოდ თხელი და შესაძლოა მოხდეს თვალის დაზიანება, არახილული დაზიანება. ის კი არა რომ იმ წუთას რაღაცა მოგივათ, მაგრამ ცუდი გავლენა შეიძლება გქონდეს მზის სხივებს აი თქვენ მხედველობაზე. გისურვებთ და კიდევ ერთი, რაც შეიძლება მეტი წყალისვით ამ დროს. როცა თქვენ ირუჯებით და ხართ აი მზის სხივების ქვეშ, რაც შეიძლება მეტი წყალი. ნუ მოერიდებით. თუ წყურიათ, რამდენიც წყურიათ, თუ არ წყურიათ, 1 ლიტრი, ლიტრი ნახევარი მაინც დალიეთ. მაგრამ მოერიდეთ ლიმონას და ტკბილ სასმელებს, ხოლო წყალზე აქვს საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია გაითვალისწინებთ.